გამარჯობა, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე ბიზნეს პარტნიორი იწყებს მუშაობას. ლარი ევროს მიმართ უფრო სტაბილურია ვიდრე დოლართან TBC კაპიტალის ანალიზის თანახმად ერთწლიან და უფრო ხანგრძლივ პერიოდში ეროვნული ვალუტის მერყეობა დოლართან მიმართებით მაღალია. ბოლო ერთი თვის განმავლობაში დოლარი არა მხოლოდ ლარის, არამედ ევროსა და სხვა პარტნიორი ქვეყნების ვალუტების მიმართ მყარდება. ამასთან მნიშვნელოვნად არის გაზრდილი საპროცენტო განაკვეთები, რაც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე მომატებულ ინფლაციურ რისკებთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, TBC კაპიტალში ელიან, რომ ცენტრალური ბანკები მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას უფრო ხანგრძლივად შეინარჩუნებენ. 7 თვიანი წვეტის შემდეგ მარტის ბოლოს საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობა შედგა. პლატფორმაზე 3 დღის განმავლობაში 2322 მეგავატ-საათი ელექტროენერგია გაიყიდა, 1 კილოვატი ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი ფასი კი 14 თეთრი იყო. მოლოდინია, რომ ბირჟაზე ვაჭრობა უფრო აქტიური მაისში იქნება, თუმცა მაჩვენებლები გაიზრდება აპრილშიც. ენერგეტიკული ბირჟის ანგარიშის თანახმად 2025 წელს ბაზრის მონაწილეებმა 130.000 მეგავატ-საათი ელექტროენერგია ივაჭრეს, რაც 2024 წლის მაჩვენებელს 7-ჯერ აღემატება. ბოლო მონაცემებით ბირჟაზე მონაწილეობისთვის რეგისტრირებულია 24 კომპანია. საქართველოში უძრავი ქონების ტოკენიზაციის ტექნოლოგიის დანერგვა იგეგმება. ეს ინსტრუმენტი უძრავი ქონების ციფრულ აქტივებად დაყოფას და ტოკენების სახით რეალიზაციას გულისხმობს. ახალმა შესაძლებლობამ უძრავი ქონების სექტორში მეტი საერთაშორისო ინვესტორის მოზიდვას და ტოკენიზირებული აქტივების მეორადი ბაზრის შექმნას უნდა შეუწყოს ხელი. სექტორის წარმომადგენლების შეფასებით ამ ტექნოლოგიის დანერგვა ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორებისთვის უძრავ ქონებაზე წვდომას გაზრდის და ბაზრის მონაწილეებს დამატებით ლიკვიდობას შეუქმნის. ასევე მოლოდინია, რომ გარდა უძრავი ქონების ტოკენიზაციისა ქართული ბაზრისთვის საინტერესო იქნება ტოკენიზირებული ფასიანი ქაღალდების გამოშვებაც. არ მიმაჩნია, რომ მაგდამაც უძრავი ქონება არის მთავარი ამოსავალი წერტილი ჩვენთვის და პირიქით უნდა იყოს ეს ფასიანი ქაღალდები, ბონდები და რეალურად ფინანსური ინსტრუმენტები, რომელიც საქართველოში დღეს საკმაოდ შეზღუდული არის. ან რო წარმოვიდგოთ, რომ კომპანიას რომ უნდა რომ რაღაცა გარკვეული თანხა მოიზიდოს, ამისთვის ბევრი ალტერნატივა არ აქვს, ეს არის ბანკები და შესაბამისად სხვა გზები არ არსებობს. შესაძლოა არის, რომ ტოკენიზირებული ფასიანი ქაღალდები იყოს ალტერნატიული გზა კომპანიებისთვის, რომ დამატებით ფინანსები მოიზიდოს. IT სექტორი და მისი კონტრიბუცია ქვეყნის ეკონომიკაში გასულ წელს ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორმა საგარეო შემოსავლის სახით $1.150 მილიონი დააგენერირა, რაც წლიურად 67%-იანი ზრდა. ინოვაციური ტექნოლოგიების მიმართულება ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში რჩება მნიშვნელოვან დამსაქმებლად და მაღალ ანაზღაურებად პროფესიად. როგორ აფასებს სექტორი გასული წლის შედეგებს, რა გამოწვევები რჩება და როგორია სექტორის განვითარების პერსპექტივა, ჩვენ სტუმართან ICT ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესთან თორნიკე სულაბერიძესთან ერთად ვისაუბრებთ. მოგესალმებით თორნიკე, დიდი მადლობა სტუმრობისთვის. რა თქმა უნდა, დაგენერირებული შედეგების შეფასებით დავიწყოთ. 67%-იანი ზრდა იმ ფონზე, როდესაც მიგრაციის ეფექტი გადავლილია. რა არის ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორები ამ ზრდის და ასევე საინტერესოა, რამდენად მდგრადია ეს ზრდის ტემპი თქვენი შეფასებით. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენ მაყურებელს. სწორად აღნიშნეთ, რომ 2025 წლის სტატისტიკით ეს იყო რეკორდული პიკური მაჩვენებელი და საგარეო შემოსავალმა მიაღწია დაახლოებით $100 მილიონ. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არა მხოლოდ საგარეო შემოსავლის კუთხით, არამედ მუშიპუს თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე მზარდი არის ტექნოლოგიური სექტორი და უკვე 2025 წლის მაჩვენებით მუშიპუს 8%-ს შეადგენს და ეს ციფრები უფრო მაყურებლისთვის გასაგები რომ იყოს, იგივე რომ ავიღოთ 6 წლის წინ, 7 წლის წინ 1%-იც არ იყო მუშიპუსი ჩვენი სექტორი და რაც შეეხება თქვათ საგარეო შემოსავლის კუთხით 100 მილიონამდეც არ იყო, სადაც $90 მილიონ შეადგენდა. ეს განპირობებულია გარკვეულწილად იმით, რომ საქართველოს გაჩნდა ტექნოლოგიურ რუკაზე საერთაშორისო მასშტაბით, ასევე იმით, რომ მოგეხსენებათ, რომ დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და გაიზარდა მოთხოვნა ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის კუთხით და სწორედ ამიტომ შესაბამისად ეს აისახა საქართველოსთან ექსპორტზე და აისახა იმ ციფრებზე, რომელზეც თქვენ უკვე ისაუბრეთ.
კი ბატონო, და სწორედ ექსპორტის ნაწილზე ვისაუბროთ, საინტერესოა რამდენად არის მოთხოვნა და რამდენად პასუხობს საერთაშორისო გამოწვევებს საქართველოში შექმნილი IT პროდუქტები. დიახ, მოთხოვნა არსებობს, არა მხოლოდ ჩვენი სექტორი გეოგრაფიულად არ არის შეზღუდული და ძირითადად ის კომპანიები, რომლებიც საქართველოში გადმოვიდნენ და აქედან ოპერირებენ, ისინი არიან ეგრეთ წოდებული აუთსორსინგ კომპანიები, რომლებიც მომსახურებას, თქვათ, საქართველოდან აწვდიან გლობალურ დიდ მოთამაშეებს. სწორედ ამიტომ მათი მოთხოვნა პირდაპირ აისახება ხოლმე ისეთ ქვეყნებს, როგორც ჩვენ ვართ და ის რომ 2025 წელს ამ ხელაზრდა დაფიქსირდა, იმაზე მიუთითებს, რომ საკმაოდ დიდი არის მოთხოვნა. თავარი საექსპორტო ქვეყნები ქართული IT პროდუქტების რომლებია და ასევე სათხედავთ პოტენციალს, ესეც საინტერესოა. ძირითადად არის ამერიკის შეერთებული შტატები, დასავლეთ ევროპის ქვეყნები, ეს იქნება დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, თუმცა ასევე მზარდი არის ეგრეთ წოდებული გალფის ქვეყნებიდან, მოგეხსენებათ, რომ რამოდენიმე ქვეყანა, იგივე საუდის არაბეთი და ასე შემდეგ, მათ აქვთ განცხადებული ციფრული ტრანსფორმაცია და აქედან გამომდინარე ამ მიმართულებითაც საკმაოდ დიდი ზრდა არის, თუმცა ძირითადად ეს არის ამერიკა და დასავლეთ ევროპის ქვეყნები. თორნიკე, ვახსენეთ, რომ ეკონომიკაში IT სექტორის წილი არის მუდმივად მზარდი და უკვე საკმაოდ მნიშვნელოვანი. საინტერესოა დასაქმების მაჩვენებლებში და ასევე საშუალო ხელფასში რა როლს თამაშობს. ორივე მიმართულებით საკმაოდ მზარდი არის. დღის მონაცემებით დაახლოებით 52,000-მდე ადამიანი არის დასაქმებული საქართველოში. აქ ასევე საშუალო ხელფასის კუთხით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი არის ჩვენ სექტორში და აქ ორ სტატისტიკას მოვიტან. ერთი არის სახსტატის მიერ, რომელიც ქვეყნდება და ეს არაცალკე ტექნოლოგიების მიმართულება არის, არამედ კომუნიკაციების და ტექნოლოგიების და საშუალო დაახლოებით 5,000 ლარამდე არის, მაშინ როცა 1,200 ლარი არის საშუალო წური, მაგრამ ასევე არსებობს კვლევები, რომლებიც ტექნოლოგიებს ცალკე ყოფენ და მიჯნავენ ტექნოლოგიების კომუნიკაციებიდან და იქ უფრო მაღალი არის და უფრო თვალსაჩინოა, დაახლოებით 8,000 ლარამდე არის იქ საშუალო ხელფასი. კი ბატონო, კვალიფიციური კადრების დეფიციტი, ეს არის თემა, რომელიც გამოწვევებში ერთ-ერთ სათავეში დგას და ასევე საინტერესოა კომპეტენცია ქართველი IT სპეციალისტების ამ მიმართულებით რა სურათი. ამაზე ჩვენ ხშირად გვისაუბრია, ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა არის, თუმცა აქაც პოზიტიური ტრენდი არსებობს და უფრო მეტი და მეტი ადგილობრივი მუშახელი ერთვება ტექნოლოგიების მიმართულებით, უფრო მეტ სტუდენტებს ამზადებენ უნივერსიტეტები, უფრო მეტი პროფესიონალური განათლების კოლეჯები არიან, რომლებიც ახალ კურს დამთავრებულებს უშვებენ ბაზარზე და მოგეხსენებათ, რომ ის რომ მიგრაციის ნაკადები გადმოვიდა საქართველოში, ეს საკმაოდ დიდი მამოძრავებელი და ბიძგი იყო ასევე ადგილობრივი ტალანტების გადამზადებისთვის და კვალიფიკაციის ამაღლებისათვის, იმიტომ რომ ეს ადამიანები ერთად მუშაობენ და სწორედ ამიტომ ეს საკმაოდ ასე ვთქვათ პოზიტიური ბიძგის მამოძრავებელი იყო. და კონკურენციას იზრდება ალბათ. რა თქმა უნდა, კონკურენციაც იზრდება, თუმცა დღესაც ვართ იმ ეტაპზე და იმ მომენტში, რომ მოთხოვნა იმაზე მეტი არის, ვიდრე მიწოდება საქართველოში და თუ უფრო მეტი ადამიანი, ასე ვთქვათ, გადამზადდება ან დაამთავროს კომპიუტერულ მეცნიერებას და ტექნოლოგიებში ჩაერთვება, უფრო მეტი ადამიანის დასაქმების შესაძლებლობა აქვს სექტორს. თორნიკე, საინტერესოა, აქ პრობლემა არის ინტერესში საზოგადოების მხრიდან თუ შესაძლებლობებში განათლების მიღების ამ მიმართულებით. ეს ინტერესიც არის გარკვეულწილად და მოგეხსენებათ, რომ ეს სექტორი საკმაოდ ახალია საქართველოსთვის. აქაც სტატისტიკა რომ მოვისურველიოთ, დაახლოებით 10 წლის წინ ყოველწლიურად 1500-მდე ადამიანი ამთავრებდა კომპიუტერულ მეცნიერებებს, როდესაც დღეს უკვე 12,000-მდე არის ეს ციფრი გაზრდილი. ეს იმაზე მეტყველებს, რომ საკმაოდ პოპულარული ხდება სექტორი და უფრო მეტი და მეტ ადამიანში იჩენს ინტერესს. ის სტატისტიკები, რომელზეც ჩვენც ვისაუბრეთ, რომ არის მაღალი ხელფასი და ასე შემდეგ, ესეც გარკვეულწილად აჩენს იმ ინტერესს, იმიტომ რომ ადამიანმა იცის, რომ შეუძლია, თქვა, ის
ისწავლოს ტექნოლოგიების მიმართულებით და მიიღოს კარგი ანაზღაურება და არ მოუწიოს მაგალითად დატოვოს ქვეყანა და იმიგრაციაში წასვლა. ანუ შეუძლია რომ მაღალი ხარისხის, მაღალი ანაზღაურებადი სამუშაო იპოვოს საქართველოში და ეს არის ის მამოძრავებელი ძალა, რატომაც უფრო მეტი ადამიანი ერთვება ამ მიმართულებით დღესდღეობით საქართველოში. კი ბატონო და ძალიან მნიშვნელოვანი სექტორის განვითარებისთვის ეს არის ბიზნეს გარემო და რეგულაციები ასევე და ეს მიმართულებაც შევაფასოთ, რამდენად ხელსაყრელია ჩვენს ქვეყანაში ეს მიმართულება და ასევე რას აჩვენებს ახლა არსებული საგადასახადო პოლიტიკა. ჩვენ სექტორის განვითარებაში რამოდენიმე მომენტს გამოვყოფდი და ეფექტს. პირველი ეს იყო 2020 წელს, როდესაც ჩვენ შემოვიღეთ საერთაშორისო კომპანიის სტატუსი. მოგეხსენებათ, რომ ამ ეს სტატუსი შესაძლებლობას აძლევს კომპანიებს, ვინც საქართველოში გადმოვა და ოპერირებას დაიწყებს საქართველოდან, რომ ისარგებლონ საგადასახადო შეღავათით. აქედან იწყება, თქვა, დათვლის წერტილი, ამას დაემატა ომის ეფექტი და მიგრაციის ეფექტი და ამის შემდგომ ჩვენ რამოდენიმე ცვლილება განვახორციელეთ. ერთი არის IT რეზიდენტობა, IT ბინადრობის უფლება, რაც ასევე დამატებითი ბიძგი უნდა ყოფილიყო ამ სექტორის განვითარებისათვის და ეს ერთობლიობაში ეს რეგულაციური ჯაჭვი ქმნის იმ შესაძლებლობას, რაც დღეს საქართველოს გააჩნია. დღეს არსებობს რამოდენიმე გამოწვევები ამ მიმართულებით, თუმცა მე იმედი მაქვს, რომ მალე აღმოიფრხვება და ის ბიუროკრატიული თქვა დაბრკოლებები, რომლებზეც ჩვენ უკვე დიდი ხანია ვსაუბრობთ. ბიუროკრატიულ დაბრკოლებებზე IT ბინადრობის ნაწილშიც აქტიურად საუბრობთ თქვენ. საინტერესოა ახლა როგორია სტატისტიკა IT ბინადრობის მიმღებ პირთა რიცხოვნობა რამდენია ამ ეტაპისთვის და ასევე სწორედ ის ბიუროკრატიული ბარიერები, რაზეც თქვენ აქტიურად საუბრობთ, თუ არის ნაწილობრივ მაინც აღმოფხვრები. სამწუხაროდ ზრდა არის უფრო დიდი არის მაჩვენებელი, რა თქმა უნდა, სამწუხაროდ ის პრობლემები კვლავ რჩება და არ გამოსწორებულა და ამაზე ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ და ყველაზე დიდი გამოწვევა რაც დღეს არის იქიდან გამომდინარე, რაც კანონმდებლობით არის დღეს ჩანაწერი, არის ის, რომ მოგეხსენებათ, რომ 1 მარტიდან ამოქმედდა შრომითი ნებართვის ვალდებულება უცხოელი დასაქმებულებისათვის. ამავდროულად ამოქმედდა, რომ თუ ადამიანი არის დასაქმებული საქართველოში, იგი ვალდებულია გარკვეული სახის ბინადრობის უფლები რომ მიიღოს. სწორედ ამიტომ დღეს უფრო პრობლემატურია ეს გამოწვევა, იმიტომ რომ დღეს გვაქვს რეალობა, თუ მანამდე არ იყო ვალდებულება, რომ ბინადრობის უფლება მოეპოვებინა უცხოელს, დღეს უკვე ამის ვალდებულება გააჩნია და სწორედ ის პროცედურულად, რომ არ შეუძლია და ფიზიკურად ვერ იღებს ამ IT ბინადრობას, ეს სამომავლოდ საკმაოდ დიდ ეფექტს იქონიებს ამ სექტორის ზრდას. კი ბატონო და სექტორის ზრდაზე რამდენად შეიძლება იქონიოს გავლენა ჭკვიანი თავების გადინებამ, როგორც თქვენ ამბობთ ხოლმე? დიახ, საკმაოდ დიდი პრობლემა არის არა მხოლოდ ჩვენ სექტორზე, არამედ ზოგადად და დღეს ისეთ მოცემულობის წინაშე ვდგავართ, რომ თუ ჩვენ ძალიან მალე არ აღმოფხრავთ ამ დაბრკოლებებს და გამოწვევებს, რომელზეც ვსაუბრობთ, ის მიგრაციული ნაკადი, რომლებიც საქართველოში გადმოვიდნენ, იმას დავკარგავთ და ეს ჭკვიანი თავების ეგრეთ წოდებული გადინება წარმოშობს ახალ პრობლემას, იმიტომ რომ ეს უნდა რაღაცნაირად უნდა შეივსეს იმისათვის, რომ ეს კომპანიები შევინარჩუნოთ საქართველოში, ვინც არიან გადმოსულები. სწორედ ამიტომ მოკლევადიანად საკმაოდ მნიშვნელოვანია, რომ სწრაფად გადავჭრათ IT ბინადრობასთან არსებული დაბრკოლებები იმისათვის, რომ სექტორი კიდევ უფრო გაიზარდოს და მომავალ წელს, როგორც დღეს ვაფასებთ, რომ არის ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და ქონდა რეკორდული ზრდა, მომავალ წელსაც ანალოგიურად ჩვენ დავსვათ და ვისაუბროთ, რამდენად დიდი არის ტექნოლოგიური სექტორის წილი ეკონომიკაში. ბატონო თურქე, უფრო კონკრეტულად მინდა ჩაგეკითხოთ დასასრულისკენ იმისათვის, რომ გაიზარდოს სექტორი უფრო მეტად და ასევე რეგიონულ IT ჰაბად ჩამოვყალიბდეთ სახელმწიფოს მხრიდან ინიციატივები გარდა ბინადრობისა, რაც თქვენ უკვე ახსენეთ, რა ნაწილში გესახებათ? ასევე საკმაოდ მნიშვნელოვანია, რომ ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის მშენებლობა დასრულდეს, მოგეხსენებათ უკვე აღნიშნული სამუშაოები მიმდინარეობს და ის, რომ ეს ჰაბი დასრულდება და ფიზიკურად იქნება ქუთაისში, საკმაოდ ასევე დიდ ბიძგს მოიტანს ტექნოლოგიური განვითარებისათვის, თუმცა ეს არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ არის მხოლოდ
ფიზიკური პროექტი და რაღაც საოფისე ფართი იქნება იქ ამავდროულად ამასთან ერთად დამატებითი როგორც არის თქვა კონცეფციის ნაწილი ასევე საუბარი არის ხელოვნური ინტელექტის ჩიპებზე და ამ შემდეგ ეს უნდა იყოს ერთობლიობა რომელიც შექმნის ტექნოლოგიურ პარკს ჰაბს ქუთაისში და არა მხოლოდ ქუთაისს და საქართველოს მომსახურება არამედ ზოგადად რეგიონს მომსახურება კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. 2026 წლის მოლოდინები თქვენ უკვე გააჟღერეთ, რომ იქნება ასევე მზარდი და სტაბილური. მადლობა სტუმრობისთვის, დაგემშვიდობებით. თორნიკე სულაბერიძე, ICT ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იყო ჩვენი სტუმარი. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის ფონზე საქართველოში ველნეს ტურისტების რიცხვი შემცირდა. ბოლო წლებში ისრაელიდან და გალფის ქვეყნებიდან ტურისტული ნაკადები მნიშვნელოვნად იყო გაზრდილი, ახლა კი ამ სეგმენტის დეფიციტია. რა პროცენტულ წილს შეადგენდნენ ველნეს ტურისტები არაბული ქვეყნებიდან და ისრაელიდან, ასევე რა სიახლეები ინერგება ქართულ ველნეს და გამაჯანსაღებელ ტურიზმში, სექტორში განვითარებული მოვლენების შესახებ მარი მელიქიშვილი მოგვიყვება, რომელიც გვერდება პირდაპირ ეთერში. მარი, მოგესალმებით. გამარჯობა თათია, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. ახლო აღმოსავლეთის ომის გავლენა დიდია ველნეს და გამაჯანსაღებელ ტურიზმზეც, როგორც გლობალურად მსოფლიოს სხვადასხვა კურორტზე, ისე საქართველოში ისრაელიდან და არაბული ქვეყნებიდან ჩამოსული ველნეს ტურისტების რიცხვი შემცირდა, როგორც ჩვენთან საუბრისას ქართული კურორტების წარმომადგენლები აცხადებენ სხვადასხვა გამაჯანსაღებელი სერვისების მისაღებად გალფის ქვეყნებიდან და ისრაელიდან მათ ძირითადად მაღალმხარჯველ უნარიანი დამსვენებლები სტუმრობდნენ, ამიტომ ეს ომი საკმაოდ მტკივნეული აღმოჩნდა ამ ინდუსტრიისთვისაც. თუმცა სურათი განსხვავებულია კურორტების მიხედვით იმ კურორტებზე, სადაც უცხოელი დამსვენებლების წილი როგორც წესი ადგილობრივ მომხმარებლებს მნიშვნელოვნად აღემატებოდა, მაგალითისთვის შეგვიძლია დავასახელოთ ბიოლი, ვიზიტორებს ისრაელიდან და გალფის ქვეყნებიდან 30-დან 30%-მდე ეკავათ, პირობითად თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე კი ამ სეგმენტის წილი მხოლოდ 5% იყო, ამიტომ დანაკარგები კურორტების მიხედვით არაერთგვაროვანია, თუმცა საბოლოო ჯამში გაუქმებული ფრენების და გაზრდილი სამოგზაურო რისკების ფონზე ველნეს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები შემცირებულია. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში საკმაოდ დიდი მოთხოვნა იყო ისრაელიდან, არაბეთის ქვეყნებიდან და რა თქმა უნდა, როდესაც დაიწყო კონფლიქტი, გარკვეულ სტუმრებს გადაუტანეთ, ესე იგი, დაჯავშნა, ვიღაცამ შეიძლება თითოეულად შეძლო ჩამოსვლა, მაგრამ ბოლო დროს, რა თქმა უნდა, ნაკადი ფაქტიურად გაქრა. ისრაელიდან და არაბულ ქვეყნებიდან ჩამოსული სტუმრები პირველ რიგში არიან მაღალგადახდისუნარიანი სტუმრები და მათი წილობრივი, ასე ვთქვათ, წილი საერთო ნაკადში 20-დან 30%-მდე მერყეობს. ამიტომ, რა თქმა უნდა, მათი დაკარგვა თვითონ პროცენტულად და ასევე როგორც მაღალგადახდისუნარიანი სტუმრებისთვის ძალიან გრძნობიერია კურორტისთვის. რა თქმა უნდა, გავლენა მოახდინა განსაკუთრებით გულებაგანწყობაზე მგზავრობის მიმართულებით. რა თქმა უნდა, შემცირდა, მაგრამ რო გითხრათ, რომ თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი მხოლოდ ამ მიზნობრივ ჯგუფზე და ქვეყნებზე მუშაობს, არა, ამიტომ დიდად ესე ვთქვათ, განწყობა ჩვენ იმაზე არ აისახა. დაახლოებით 5% იყო გალფის ქვეყნებიდან მომართვიანობა და რომ გითხრათ, რომ სრულიად არ მოდიან, არიან ტურისტული მიმართულებით, რა თქმა უნდა, არის ისე მოთხოვნა, განსაკუთრებით რეაბილიტაციის მიმართულებით და სპა გამაჯანსაღებელი მიმართულებით. რაც შეეხება 2026 წლის გასული 3 თვის მიმოხილვას, ქართულ კურორტებზე ამბობენ, რომ 28 თებერვლამდე, ანუ იქამდე, სანამ ახლო აღმოსავლეთში სამხედრო კონფლიქტი დაიწყებოდა, საკმაოდ ნორმალური მიმართვიანობა ჰქონდათ, როგორც უცხოელების, ისე ქართველი მომხმარებლების მხრიდან. ადგილობრივი ვიზიტორების რიცხვი ამჟამადაც გაზრდილია, ასევე მომატებულია ნაკადები ყაზახეთიდან და აზერბაიჯანიდან. ყველაზე მოთხოვნადი ველნეს სერვისი კი ისევ დეტოქს პროგრამაა, ასევე აღდგენითი და გაჯანსაღება რეაბილიტაციის პროცედურები, რომლიდანაც მომხმარებლები სწრაფ შედეგს იღებენ. კურორტებზე ამბობენ, რომ ისინი მომხმარებლებისთვის შესათავაზებელი პროგრამების სიას ყოველწლიურად ანახლებენ და ამატებენ იმ სერვისებს, რომლებიც განსაკუთრებით მაღალმხარჯველი უნარიანი მომხმარებლების მოზიდვას შეუწყობს ხელს. მათ შორის წელს მენტალური ჯანმრთელობის მიმართულებით პროგრამებიც მუშავდება. ჩვენიც რომ მუდმივად ვიზრდებით და ვითარდებით და ვცდილობთ რომ გავფართოვდეთ და დავამატოთ ისეთი სერვისები და მომსახურებები, რომელიც საკმაოდ მოთხოვნადი არის ევროპის მიმართულებით, განსაკუთრებით გაჯანსაღების მიმართულებით, რეაბილიტაციის მიმართულებით. რაც შეეხება ტურისტულ მიმართულებას, ვერ ვიტყვი, რომ შარშანდელთან შედარებით მზარდი მიმართულება აქვს და ახლოებით შარშანდელთან შედარებით 5%-ით გაიზარდა ტურისტული მიმართულება.
მიმართულებით მოთხოვნა. ძირითადი ჩვენი სეგმენტი, ესე ვთქვათ, მომხმარებლები და პაციენტები არიან საქართველოს მოქალაქეები. ამ ეტაპისთვის ყავს დაახლოებით 10-15% არის ტურისტი, დანარჩენი არის ადგილობრივი მოსახლეობა. ამ წელში გაიზარდა მომართვა ყაზახეთიდან და აზერბაიჯანიდან. ანუ შეგვიძლია აღვნიშნოთ და ასევე SNG-ს, ასე ვთქვათ, ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ქვეყნებიდან, მაგრამ გამორჩეულად ეს არის ყაზახეთი და აზერბაიჯანი. რაც შეეხება ტენდენციებს, რა თქმა უნდა, სანამ ეს საომარი მოქმედებები დაიწყებოდა აღმოსავლეთში, დიდი განსხვავება არ იყო წინა წელთან შედარებით. ერთადერთი იყო, რომ აი თებერვალი იყო გაცილებით უკეთესი ვიდრე წინა წლებში და მარტში აი დაიწყო ეს ჩავარდნა. რაც შეეხება მოთხოვნის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, იგივე პროგრამები, იგივე სერვისები არის მოთხოვნადი და ძლიერდება, ასე ვთქვათ, მენტალური ჯანმრთელობის მიმართულება. აქვე გეტყვით იმასაც, რომ ველნეს ტურიზმის მიმართულებით მთელ მსოფლიოში ამერიკის შეერთებული შტატები ლიდერობს, როგორც ბაზრის ზომით, ისე ხარჯვითი ნაწილით. ყველაზე მეტი თანხა სწორედ აქ იხარჯება ველნეს სერვისებზე. ევროპაში ამ კუთხით ლიდერი გერმანია, ძალიან ძლიერი სპა კულტურით. აზიაში კი ველნეს ტურიზმის სათავეში ჩინეთი დგას, როგორც მოგზაურების რაოდენობით, ასევე გამოცდილებით. გასულ 2025 წელს ველნეს ტურიზმიდან მიღებულმა გლობალურმა შემოსავლებმა $1 ტრილიონ მიაღწია. ექსპერტები ელიან, რომ 2030 წლისთვის ეს მაჩვენებელი $2 ტრილიონ გაუტოლდება. მარი, მადლობა. ველნეს და გამოჯანსაღებელი ტურიზმის ტენდენციებზე ჩვენს ქვეყანაში მარი მელიქიშვილი საუბრობდა. საქართველოში მოქმედი პირველი სურსათის ბანკის საქმიანობაში მოქალაქეების ჩართულობა იზრდება. ამჟამად 4 სავაჭრო ობიექტში განთავსებულია სურსათის ბანკ ენკენიას სურსათის შესაწირი ყუთები, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ სურსათის დონაციის გაკეთება. წლის ბოლომდე კი სურსათის შეგროვების უკვე არსებულ ყუთებს კიდევ 20 დაემატება, რომლებიც სხვადასხვა სავაჭრო ქსელში განთავსდება. სურსათის ბანკში დონაციის საკითხის მიმართ ინტერესი მზარდია ბიზნეს სექტორშიც, ჯერჯერობით პროექტში მხოლოდ რითეილ სექტორია ჩართული, უახლოეს პერიოდში კი მას ჰორეკა სექტორით შეუერთდება. სურსათის ბანკის მთავარი იდეა ქვეყანაში შიმსრილის პრობლემის შემცირება, მოსახლეობის კვების ხარისხის ამაღლება და სურსათის დანაკარგების შემცირებას წარმოადგენს. კერძო სექტორიდან საკმაოდ აქტიურია გამოხმაურება. ენკენიას მაგალითზე შეიძლება ვთქვათ, რომ მათ არამხოლოდ ერთ რითეილ სექტორის ერთ წარმომადგენელთან აქვს ესე იგი მუშაობა, არამედ 2-3 დამატებით არის. ის სხვადასხვა აქტივობებში არიან ჩართული, მაგალითად ისეთი როგორც გახლავთ სპეციალური ყუთების მობილიზება სალაროებთან, სადაც მომხმარებელთაც აქვთ შესაძლებლობა, რომ საკუთარი შეძენილი პროდუქტი გაუნაწილონ სურსათის ბანკს და შემდეგ ბენეფიციარებს. შესაბამისად, ეს ინტერესი მზარდია კერძო სექტორის მხრიდან. რაც შეეხება ჰორეკა სექტორს, რა თქმა უნდა, ჩვენ თავიდანვე განვიხილავდით ამ პროცესში, მაგრამ ჩვენ არ ვჩქარობთ, ჩვენ ეტაპობრივად ნაბიჯ-ნაბიჯ, ჩვენ გვირჩევნია, რომ თქვათ, პროცესის პროგრესირების პარალელურად გარკვეული დასკვნები გამოვიტანოთ, წინასწარ შევხედოთ, თქვათ, სად არის უფრო გასაუმჯობესებული მუშაობა და აი ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით უფრო აქტიურად ჩავრთავთ ჰორეკა ჩვენი მთავარი გამოწვევა გახლდათ შეგვექმნა მდგრადი გამჭვირვალე დონაციის სისტემა, სადაც სახელმწიფოს კერძო სექტორსა და საზოგადოებას ექნებოდა ერთი საერთო მიზანი, საკვების ნარჩენების შემცირება და რაც შეიძლება მეტი შეჭირვებული ოჯახის დახმარება. ამ მიზნით ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ კერძო სექტორთან, ბიზნესთან, სახელმწიფოსთან, საქართველოში გაეროს წარმომადგენლებთან. ქართული აგროტექნოლოგიური AI პლატფორმა აგრიოლი მომხმარებელთა ზრდას და საქმიანობის გაფართოებას აგრძელებს. ამ დროისთვის პლატფორმას 4500-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს, მათ შორის ფერმერები და მსხვილი შემსყიდველები. კომპანიამ დაიწყო სერტიფიცირებული მარწყვის ენერგების რეალიზაცია, რომელზეც მოთხოვნა მზარდია, ასევე კომპანია ფერმერებს აწვდის ინფორმაციასა და მხარდაჭერას სასათბურე მეურნეობების მოწყობის მიმართულებით. პარალელურად მიმდინარეობს პლატფორმის ტექნოლოგიური განახლება და უახლოეს პერიოდში იგეგმება ახალი ვერსიის გაშვება, რომელიც მომხმარებლებს შორის კომუნიკაციას გაამარტივებს. კომპანიის განცხადებით, მათი მიზანია პლატფორმის შემდგომი განვითარება და ბაზრებზე წვდომის გაფართოება, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე, რისთვისაც ამ ეტაპზე რამდენიმე საერთაშორისო აქსელერაციის პროგრამაში მონაწილეობენ.
2026 წელს ელექტრომობილებზე მოთხოვნა წინა წელთან შედარებით გაორმაგებულია და ტენდენცია გრძელდება. ამის შესახებ Solar Auto-ში აცხადებენ, რომელიც საქართველოში BYD-ის ოფიციალური სელერია. კომპანიაში მოთხოვნის ზრდა სწრაფი დამტენების ქსელის განვითარებას უკავშირებენ, ავტომობილების ღირებულება 13,000-დან 150,000-მდეა და მოთხოვნა ყველა კატეგორიაზეა, თუმცა გაყიდვებში საშუალო სეგმენტი ლიდერობს. რაც შეეხება ფასებს, Solar Auto-ში ამბობენ, რომ ელექტრომობილების ღირებულებამ წარმოებლებმა უკვე 10%-ით გააძვირეს, თუმცა ადგილობრივ ბაზარზე ამ ეტაპზე ფასს ინარჩუნებენ. თბილისში ბიზნესისა და დიპლომატიური წრეების მონაწილეობით B2B ფორმატის ფორუმი გაიმართა, სადაც სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებმა თანამშრომლობის შესაძლებლობებსა და ეკონომიკურ ტენდენციებზე ისაუბრეს. პანელურ დისკუსიებსა და პრეზენტაციებზე განიხილეს, თუ როგორ შეუძლია კერძო სექტორს ეფექტურად ითანამშრომლოს როგორც ერთმანეთთან, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ორგანიზატორების შეფასებით მსგავსი შეხვედრები ქმნის მნიშვნელოვან სივრცეს დიალოგისთვის და ხელს უწყობს ბიზნესის კონსოლიდაციას, რაც საბოლოოდ ეკონომიკური აქტივობის ზრდასა და ახალი ინიციატივების გაჩენას უზრუნველყოფს. ღონისძიებას ემოწვეულ სტუმრებს ჰქონდათ შესაძლებლობა თავად გამოიცადათ ლოტუსი და ტესტ-დრაივის საშუალებით მიიღოთ ის შეგრძნებები და ის ემოცია, რაც აი ამ ბრენდს განსაკუთრებულს ხდის. დღევანდელი აქტივობა მოიცავდა როგორც პანელურ საუბრებს, ასევე პრეზენტაციას, მათ შორის მოიაზრება ჟურნალის პრეზენტაცია, რომელიც ექსკლუზიურად დაიბეჭდა კონკრეტულად ამ ღონისძიებისთვის, სადაც მოცემულია კომპანიების და წარმომადგენლების პირადი ინფორმაცია პოტენციურად ერთმანეთთან დაკავშირებისთვის. მოვიაზრებთ და ვემზადებით შემდეგისთვის, რომ გალას სახელი და ბრენდი გავიდეს საზღვარგარეთ საერთაშორისო მასშტაბით და იყოს რეზონანსული და მნიშვნელოვანი ბიზნესისთვის. ნავთობის ფასები თითქმის 7%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კიდევ ერთხელ დაემუქრა ირანს უახლოეს კვირებში უკიდურესად ძლიერი დარტყმითა და ქვის ხანის პერიოდში დაბრუნებით. სატელევიზიო გამოსვლის შემდეგ ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი ბარელზე თითქმის $108-მდე გაიზარდა, ტეხასური ნავთობის ფასმა კი $106 გადააჭარბა. პარალელურად გაზრდილი გაურკვევლობა აისახა საფონდო ბაზრებზეც. აზიის ინდექსები დაეცა, რაც ინვესტორების რისკებისადმი სიფრთხილის ზრდას ასახავს. კოსმოსური ინდუსტრიის ერთ-ერთი ლიდერი SpaceX-ი საფონდო ბირჟაზე გასვლისთვის ემზადება. კომპანიის დამფუძნებელმა ილონ მასკმა ამერიკის შეერთებული შტატების ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიაში განაცხადი უკვე შეიტანა, რაც პირველადი საჯარო აქციების შეთავაზების პროცესის დაწყებას ნიშნავს. წინასწარი შეფასებით კომპანიის საბაზრო ღირებულებამ შესაძლოა $1 ტრილიონ გადააჭარბოს, შედეგად კი მისი ბირჟაზე გასვლა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფინანსური მოვლენა იქნება. კომპანია მინიმუმ $50 მილიარდი მოზიდვას გეგმავს, რომელიც ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკისა და ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე იქნება მიმართული. SpaceX-ი ბოლო პერიოდში აქტიურად აერთიანებს მასკის სხვა კომპანიებს, მათ შორის XAI-სა და Tesla-ს, რათა ტექნოლოგიები და რესურსები უფრო ეფექტურად გამოიყენოს. გლობალურ სასურსათო ბაზარზე კაკაოს დეფიციტია, ნედლეულის ფასმა მსოფლიო ბირჟებზე ისტორიულ მაქსიმუმს ტონაზე $10,000 მიაღწია. რატომ გასამაგდა ბოლო 2 წელში კაკაოს ფასი, როგორ პასუხობენ გამოწვევას ტექნოლოგიური გიგანტები და რატომ გადადის შოკოლადი საშუალო სეგმენტიდან ფუფუნების საგნების კატეგორიაში, დეტალები ნახეთ ანა პატარიძის სიუჟეტში. შოკოლადი, რომელიც აქამდე ყოველდღიური მოხმარების პროდუქტად მიიჩნეოდა, შესაძლოა უახლოეს მომავალში ფუფუნების საგნად იქცეს. სასურსათო ბაზარი სტრუქტურულ კრიზისს განიცდის. 2026 წლის აპრილის მონაცემებით ნიუ-იორკის ბირჟაზე კაკაოს ფიუჩერსებმა რეკორდულ $10,000-იან ნიშნულს გადააჭარბა. ის მაჩვენებელი ბოლო 2 წლის დინამიკაში თითქმის გასამაგებულია, რამაც ნედლეული ბაზარზე ოქროზე უფრო მოთხოვნად აქტივად აქცია. ანალიტიკოსების თქმით, ფასების ასეთი ნახტომი დასავლეთ აფრიკაში ზედიზედ მესამე წელია მოსავლის დეფიციტმა გამოიწვია. დეფიციტის მთავარ მიზეზად კლიმატური ფენომენი ელ ნინიო სახელდება. კოტ-დიუვარსა და განაში, სადაც მსოფლიო კაკაოს 60% იწარმოება, ექსტრემალურმა სიცხემ მოსავალი მინიმუმ 25-30%-ით შეამცირა. JP Morgan-ის უახლესი ანგარიშით მიწოდების წყვეტა 2026 წლის ბოლომდე შენარჩუნდება, რაც ბაზარზე ეგრეთ წოდებულ პანიკურ ყიდვას და ფასების შემდგომ გაზრდას განაპირობებს.
შექმნილი რეალობა გლობალურ ბრენდებს სტრატეგიის შეცვლას აიძულებს. მაგალითად, ჰერშიმ ინვესტორებს უკვე აცნობა, რომ აქცენტს ისეთ პროდუქტებზე გადაიტანს, რომლებიც ნაკლებ კაკაოს შეიცავს, როგორებიცაა მაგალითად კარამელი და ორცხობილები. პარალელურად მწარმოებლები სულ უფრო ხშირად მიმართავენ შრინკფლაციას, ანუ ამცირებენ პროდუქტის წონას, რათა მომხმარებლისთვის საბოლოო ფასი თაროზე უცვლელი დარჩეს. ინდუსტრიის ლიდერმა ბერი ქელბაუთმა ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით უკვე დაიწყო მასშტაბური რეორგანიზაცია. გეგმა გლობალური პერსონალის 18%-ით შემცირებასა და რამდენიმე საწარმოო ხაზის დახურვას ითვალისწინებს. ეს ნაბიჯი პირდაპირი პასუხია ნედლეულის გაძვირებაზე, რამაც კომპანია აიძულა საოპერაციო ხარჯების დასაზოგად რადიკალური ზომებისთვის მიემართა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ შოკოლადი უახლოეს პერიოდში მასობრივი მოხმარების პროდუქტიდან ლაქშერი კატეგორიაში გადაინაცვლებს. ნედლეულის სიმცირე დარგის სრულ ტრანსფორმაციას იწვევს, სადაც ბაზრის სტაბილიზაციის მოლოდინი სპეციალისტების შეფასებით მხოლოდ მომდევნო წლიდან არის მოსალოდნელი, როდესაც ბაზარზე ახალი მოსავლის პირველი შედეგები გამოჩნდება. რუბრიკა ფინანსური სექტორის ფარგლებში დღეს ღია ბანკინგზე ვისაუბრებთ ელექტრონულ ტექნოლოგიაზე, რომელიც სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციისთვის ინფორმაციის დროული გაზიარების და პროცესების გამარტივების შესაძლებლობას იძლევა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენთვის საჭირო ყველა ბანკის ანგარიშის ერთ სივრცეში მოქცევა შეგვიძლია. ფინანსური სექტორი გლობალურად სწრაფ ციფრულ ტრანსფორმაციას განიცდის, თანამედროვე ციფრული ფინანსური ეკოსისტემის ფორმირება კი ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რომლის ცენტრალური მიმართულება სწორედ ღია ბანკინგია. შედეგად ბოლო 1 წლის მონაცემებით ღია ბანკინგის სერვისების გამოყენებამ საქართველოში 9.3 მილიონს გადააჭარბა. როგორია რეგულაციური ჩარჩო, რას ნიშნავს ეს მაჩვენებელი მომხმარებლისთვის და ბიზნესისთვის, რა გეგმები აქვს ეროვნულ ბანკს უახლოეს წლებში და რა იქნება შემდეგი ეტაპი, თემაზე სასაუბროდ საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენელი მარიამ კვარაცხელია გვიერთდება სტუდიაში. მარიამ, მოგესალმებით, დიდი მადლობა სტუმრობისთვის. დღეს უკვე შეიძლება ითქვას, რომ ღია ბანკინგი მასობრივი გამოყენების სერვისია, მაგრამ მიუხედავად ამისა, მინდა გთხოვოთ ჩვენს მაყურებელს ავუხსნათ მარტივად თუ რა არის ღია ბანკინგი და რა შესაძლებლობებს იძლევა ის. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. კი ბატონო, ღია ბანკინგი შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის ციფრული ფინანსების განვითარების ახალი ეტაპი, რომელიც იყენებს ელექტრონულ ტექნოლოგიებს და საშუალებას იძლევა, რომ მომხმარებლის საბანკო ინფორმაცია, მონაცემები გაზიარდეს უსაფრთხო არხებით მესამე მხარესთან. ეს მესამე მხარე, რა თქმა უნდა იყოს შესაბამისად რეგისტრირებული და შესაბამისი თანხმობაც უნდა ქონდეს ეროვნული ბანკისგან, იმისთვის რომ ჩაერთოს ღია ბანკინგში და ეს მონაცემები გამოიყენოს იმისთვის, რომ უკვე ისევ მომხმარებელს შესთავაზოს ინოვაციური და მასზე უფრო მეტად მორგებული სერვისები. აღსანიშნავია აქ, რომ მომხმარებლის ინფორმაციის გაზიარება ხდება მხოლოდ და მხოლოდ მომხმარებლის მკაფიო თანხმობის საფუძველზე, ან მომხმარებლის, ესე ვთქვათ, მკაფიო თანხმობა უნდა იყოს გამოხატული იმასთან დაკავშირებით, თუ რა ინფორმაცია, რა მონაცემები შეიძლება გაზიარდეს ვისთან, რა თქმა უნდა, და რა მოცულობით, რა მომსახურების მიღების მიზნით. კი ბატონო, უსაფრთხოების ნაწილზე ოდნავ მოგვიანებით უფრო ცვლად ვისაუბროთ. ახლა კი თქვენი სტუმრობის მთავარ მიზეზზე გადავიდეთ. სტატისტიკური მონაცემები გამოქვეყნდა, რაზეც დასაწყისშიც ვისაუბრეთ. საინტერესოა, რამ განაპირობა აღნიშნული მაჩვენებელი, რამდენად დიდი ნაბიჯია ეს ჩვენი ქვეყნისთვის და რას უკავშირდება ძირითადად ის არის ტექნოლოგიური განვითარება, მომხმარებლის მოთხოვნა თუ? მოგახსენებთ, ანუ საკმაოდ ზარდი არის მოთხოვნა, როგორც ესე ვთქვათ, მესამე მხარის პროვაიდერებს, ანუ სუბიექტების მხრიდან, რომელსაც სურს რომ ჩაერთოს ღია ბანკინგში, ასევე იქიდან გამომდინარე, რომ დაემატა უკვე ახალი სერვისები, მომხმარებლისთვის უფრო მეტად საინტერესო ხდება ეს, ესე ვთქვათ, მასა უფრო მორგებული და ზოგი შემთხვევაში შეიძლება უფრო იაფი სერვისები, რაც შეთავაზებული არის უკვე ამ მესამე მხარის პროვაიდერების მხრიდან, შესაბამისად მოთხოვნაც იზრდება. საკმაოდ მნიშვნელოვანი არის უკვე ის მონაცემები, რაც მივიღეთ სტატისტიკური, თუმცა ეს არის მთლიან მოცულობაში ტრანზაქციების, რა თქმა უნდა, მცირე ნაწილი ჯერ კიდევ და ამაზე, რა თქმა უნდა, არ ვჩერდებით, კიდევ უფრო ვითარდება ღია ბანკინგი ახალი სერვისების დამატებით თუ სხვა ტექნოლოგიების განვითარებით. მომავალში ვიმედოვნებთ, რომ უფრო გაიზრდება როგორც მოთხოვნა სუბიექტების მხრიდან, ასევე ამ სერვისების გამოყენება მომხმარებლების მხრიდან. უკვე 56,000-ზე მეტი მომხმარებელი არის აქტიური, რომელიც იყენებს ამ სერვისებს და როგორც დასაწყისში ახსენეთ 9 მილიონს გადააჭარბა სრულ ჯამურმა ტრანზაქციებმა და შესაბამისად მოლოდინი კიდევ უფრო პოზიტიური გვაქვს. კი ბატონო, და მომხმარებლის პერსპექტივიდან რომ შევხედოთ, საინტერესოა კონკრეტულად
კონკრეტულად რა სერვისებს იყენებენ ისინი ყველაზე ხშირად და ასევე რამდენად ენდობა მომხმარებელი თავისი კონფიდენციალური ინფორმაციის გაზიარებას. მოგახსენებთ, სულ ამ ეტაპზე ღია ბანკინგის გამოყენებით 4 ჯგუფი არის სერვისების, რაც შესაძლებელი არის, რომ ესე იგი გამოიყენოს მესამე მხარემ და მიაწოდოს სერვისები მომხმარებელს. ეს არის ანგარიშის ინფორმაციის აგრეგაციის სერვისი, ანუ როდესაც მომხმარებელს შეუძლია, რომ ერთ აპლიკაციაში, ერთ სივრცეში ნახოს მისი სხვადასხვა ბანკის ანგარიშების ინფორმაცია, იქნება ეს ტრანზაქციებზე ინფორმაცია თუ ნაშთები. შემდეგი ჯგუფი არის გადახდის ინიცირების სერვისები, სადაც მომხმარებელს საშუალება აქვს, რომ გადახდის ინიცირება მესამე მხარის პროვაიდერის გამოყენებით განახორციელოს ანგარიშიდან ანგარიშთან ყოველგვარი პლასტიკური ბარათის თუ სხვა დამხმარე საშუალებების გამოყენების გარეშე. ასევე არის ინოვაციური, ესე ვთქვათ, ჩვენთვის არასტანდარტული ღია ბანკინგის სერვისები, ეს არის ციფრული ონბორდინგის სერვისი, რომელთაც საკმაოდ წარმატებულია და ძალიან ვამაყობთ საქართველოში. იქიდან გამომდინარე, რომ ონბორდინგი შესაძლებელი გახდა მესამე მხარის პროვაიდერებისთვის, ან შეიძლება ეს იყოს თუნდაც მცირე ზომის ბანკი ან არასაბანკო ინსტიტუტი, რომელსაც სურს ახალი მომხმარებლის დამატება ციფრულ არხებში იმ ბანკის ინფორმაციის გამოყენებით, სადაც მომხმარებელს უკვე აქვს ანგარიში გახსნილი და უკვე არის რეგისტრირებული, მარტივად შესაძლებელია ციფრულად მომხმარებლის ონბორდინგი და რეგისტრაცია და მეოთხე არის უკვე სესხების და დეპოზიტების ინფორმაციის გაზიარება, რაც საშუალებას იძლევა, რომ მესამე მხარის პროვაიდერთან მივიდეს დაუყოვნებლივ ინფორმაცია მომხმარებლის მონაცემებზე. ეს ყველაფერი მომხმარებელს საშუალებას აძლევს, რომ უფრო ინოვაციური, შესაძლოა უფრო დაკლებ ფასით მომსახურება მიიღოს, რაც ეს არის ალბათ ერთ-ერთი მოტივაციის მიზეზი. შეიძლება იყოს ის, რომ მომსახურება ინოვაციური არ აძლევს საშუალებას არსებული თავის საბანკო სივრცედაც არის წარმოადგენილი იქ მიიღოს იგივე მომსახურება, ან შეიძლება უფრო იაფი იყოს, ან უფრო მოსახერხებელი იმისთვის, ანუ ესეთი ფაქტორები მოქმედებს მომხმარებელზე. ბატონო და ამ მთელ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია რეგულაცია. ხომასია. საინტერესოა ვისაუბროთ ახლა რეგულაციურ ჩარჩოზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მოქმედებს, რამდენად არის ის დასავლური სტანდარტების შესაბამისი და რა მიმართულებით განიხილავთ თქვათ რეგულაციების ცვლილებას. ჩვენი რეგულაცია ქართული ღია ბანკინგი ეფუძნება ევროკავშირის რეგულაციას. საფუძველი არის ევროკავშირის რეგულაცია, რომელიც ესე ვთქვათ ქართულ სივრცეშიც გამოიყენება. ამ ეტაპზე ჩვენ დამატებითი სერვისები გვაქვს ასევე როგორც აღნიშნე ონბორდინგის და სესხების და დეპოზიტების ინფორმაციის გაზიარების კუთხით. ეს არის უბრალოდ ის შემდეგი ნაბიჯები, რაც რეგულაციურ დონეზეც უკვე ინიცირებული არის ევროკავშირის მასშტაბით და იგეგმება წლის განმავლობაში რომ დამტკიცდეს, ანუ ახალი რეგულაცია შემოვიდეს. შესაბამისად ჩვენ ესე ვთქვათ ერთი ნაბიჯით წინ ვართ უკვე ამ რეგულაციის ესე ვთქვათ შესაბამისობასთან ყოფნით და სრულად ეფუძნება იმ გამოცდილებას და იმ სტანდარტებს, რაც ევროკავშირში არის და დასავლურ ქვეყნებში არის დანერგილი. ნებისმიერ პროცესს ბუნებრივია ახლავს გამოწვევები და ღია ბანკინგის მიმართულებაში მთავარი გამოწვევები რომ დავაიდენტიფიციროთ საინტერესო უსაფრთხოების ნაწილზე ვისაუბრეთ. ჩვენ ეს რამდენად რჩება გამოწვევად. უსაფრთხოება ანუ უზრუნველყოფილი არის სპეციალურ რეგულაციურ დონეზე, რა თქმა უნდა, უზრუნველყოფილი არის ის იგივე დონის მექანიზმებით, დაცვის მექანიზმებით, როგორც სტანდარტულ საბანკო, ესე ვთქვათ, საქმიანობებში, ციფრულ არხებში, ანუ ზოგიერთ შემთხვევაში დამატებითი, ესე ვთქვათ, მოთხოვნებიც არის დაწესებული მესამე მხარის პროვაიდერების მიმართ, რომ ეს პროცესი წარიმართოს მაქსიმალურად უსაფრთხო, ესე ვთქვათ, სივრცეში და ეს მონაცემების გაზიარება ხდება ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით, რომელიც საშუალებას იძლევა, რომ მომხმარებლის არანაირი პირადი ინფორმაცია, რომელიც პაროლი იქნება თუ სხვა, ესე ვთქვათ, სენსიტიური ინფორმაცია არ გაამჟღავნოს მესამე მხარესთან და შესაბამისად ეს სტანდარტები, როგორც აღნიშნე, არის ყველაფერი მორგებული იმ მექანიზმებზე, რაც დაცვისთვის აუცილებელი არის ციფრულ არხებში. და ეს რეგულაციები და სტანდარტები ეხმარება ეროვნულ ბანკს, რომ დაიცვას ბალანსი ინოვაციებსა და უსაფრთხოებას შორის. ალბათ. და ასევე რა აფერხებს დღეს უფრო მეტ და სწრაფ განვითარებას, ამაზეც ვისაუბროთ ღია ბანკინგის საქართველოს. ღია ბანკინგის განვითარების, ესე ვთქვათ, ესეთი კონკრეტული შემოფერხებელი ფაქტორი ამ ეტაპზე რეგულაციურ დონეზე ან ეროვნული ბანკის მხრიდან არ არსებობს. პირიქით, კიდევ უფრო მეტ ნაბიჯებს დგამთ, რომ განვითარება მოყვეს და არ მხოლოდ შევჩერდეთ არ მხოლოდ ღია ბანკინგზე, არამედ ღია ფინანსებზე გადასვლისკენ გადადგმული არის უკვე ნაბიჯები, როგორც თქვი და კიდევ უფრო ღრმად ღია ფინანსები
განმარტავ, რაც ნიშნავს ღია ფინანსები არის ღია ბანკინგის ესე ვთქვათ სტანდარტის და ღია ბანკინგის სპეციფიკის გავრცელება უკვე უფრო ფართო სპექტრზე ფინანსური სექტორის სხვა წარმომადგენლებზეც, როდესაც მომხმარებელს არა მხოლოდ საბანკო ინფორმაციის, არამედ სხვა საფინანსო სექტორში დაცული ინფორმაციის გაზიარებაც მოხდება მესამე მხარის პროვაიდერებისთვის, რაც გაზრდის, რა თქმა უნდა, მონაცემების მოცულობას, რაც ზიარდება მესამე მხარესთან და შესაბამისად უფრო მეტი ახალი ინოვაციური სერვისები იქნება შესაძლებელი, რომ შესთავაზონ მესამე მხარის პროვაიდერებმა მომხმარებლებს. და ამ ნაწილში იმაზეც რომ ვისაუბროთ, თუ როგორ ცვლის კონკურენციას ღია ბანკინგი ფინანსურ სექტორში. დიახ, მოგახსენებთ, ერთ-ერთი საშუალება არის ფინანსებში ღია ბანკინგი და ღია ფინანსები იმისთვის, რომ კონცენტრაცია შემცირდეს და გაიზარდოს კონკურენცია, რადგან მესამე მხარის პროვაიდერებს, ანუ ისეთ კომპანიებს, რომლებიც არიან მაგალითად მცირე ზომის ბანკები ან დაუშვათ ფინტეკ კომპანიები, ასევე შესაძლებელია იყვნენ ბიზნეს კომპანიები, მაგალითად დაინტერესება ჩვენ გვაქვს უკვე რით საცალო ვაჭრობის კომპანიებისგან ჩაერთონ ესე ვთქვათ ფინანსურ სერვისებში, ჩაიშენონ თავიანთ სერვისებში ან ახალი ინოვაციური მომსახურებების შესთავაზონ მომხმარებელს იმ მონაცემების დაყრდნობით, რაც აქამდე მხოლოდ ბანკში იყო თავმოყრილი და მხოლოდ ბანკში შეეძლო ამ მონაცემების გამოყენება. შესაბამისად ეს ზრდის მონაწილეთა რაოდენობას ბაზარზე, მომსახურებების რაოდენობას, ინოვაციურობას და საკმაოდ ეხმარება კონკურენციის გაძლიერებას ფინანსურ სექტორში. და რამდენად ამცირებს ტრანზაქციის ხარჯებს ბიზნესისთვის სამმართველობაზეც გავამახვილოთ ყურადღება. კი, როგორც აღნიშნეთ, თუნდაც გადახდის ინიცირების სერვისზე რომ ვისაუბროთ, გადახდის ინიცირება ამ შემთხვევაში ღია ბანკინგით შესაძლებელი არის ანგარიშიდან, საბანკო ანგარიშიდან პირდაპირ საბანკო ანგარიშზე განხორციელდეს, ანუ შესაბამისად შუამავალი, ესე ვთქვათ, შუამავლის ფაქტორი აღარ მონაწილეობს, რაც ამცირებს გარკვეულწილად ხარჯებს და შესაბამისად საშუალებას აძლევს უკვე მომხმარებელს, რომ უფრო იაფი სერვისები მიიღოს სხვადასხვა მომსახურე პროვაიდერების მიერ. კი ბატონო, და ბოლოსკენ აუცილებლად ვისაუბროთ გეგმებზე, რა იქნება შემდეგი ეტაპი, როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიან ჭრილშიც ეროვნული ბანკისგან, რას ნოველოდებთ? კი ბატონო, ანუ როგორც აღნიშნეთ მოკლევადიან პერიოდში კიდევ უფრო იხვეწება არსებული სერვისები, კიდევ ახალი სუბიექტები ემატებიან და რაც ჩვენთვის უკვე ესე ვთქვათ ფაქტია, წინა წელს 2025 წელს უკვე 4 ახალი არასაბანკო ინსტიტუტი დაემატა და მიიღო თანხმობა ღია ბანკინგში ჩართვაზე, კიდევ გვაქვს მიმდინარე 3 ახალი განაცხადი და დაინტერესება ბევრად მაღალი არის, როგორც აღნიშნე სხვა სფეროებიდანაც, მათ შორის სავაჭრო სფეროებიდანაც, გრძელვადიან პერსპექტივაში, როგორც ასევე აღნიშნე ღია ფინანსები არის ჩვენთვის შემდეგი ეტაპი, რომელზეც რეგულაციურ დონეზე იქნება აუცილებლად ცვლილებების შესატანი და ამაზე ვმუშაობთ საკმაოდ აქტიურად, რომ ეს ღია ფინანსების ეკოსისტემის და მოდელის შემუშავება მოხდეს მაქსიმალურად საქართველოს სპეციფიკაზე მორგებით და შესაბამისად ეს სერვისები იყოს მაქსიმალურად გამოყენებადი და მომხმარებლისთვის დამატებითი ბენეფიტების მომტანი. გლობალურად ფინანსური ციფრული სერვისები ძალიან სწრაფად ვითარდება და ამის ნაწილი ვართ ჩვენც და სამაგალითოდაც შეიძლება გამოდგეს ჩვენი ქვეყანა. ამ ნაწილში თქვენი საუბრიდან ეს შეიძლება დავასკვათ. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, დაგემშვიდობებით. საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენელი მარიამ კვარაცხელია საუბრობდა ჩვენს ეთერში ღია ბანკინგზე, რომელიც მუდმივად ვითარდება და საკმაოდ შთამბეჭდავია მონაცემები ბოლო სტატისტიკის მიხედვით. აქვე დაგემშვიდობებით, ბიზნეს პარტნიორი ამ დროისთვის დასრულებულია. დღის ბოლოს უკვე მაია ჭუჭულაშვილი შემოგიერთდებათ საინტერესო თემითა და აქტუალური სტუმრებით. მადლობა ყურადღებისთვის.